კაი გამარჯობა თქვენი. ნახე რა ხალხი. ეს ერთი, ეს მეორე. კაი გამარჯობა. ახლა რო იკითხოთ რა გინდაო. აი რა გვინდა. მოკლედ გიორგა გვამზადებს, რომ ჩემს სახელზე ბიჭებმა ითევზავეთო. გიო, მამაოფიჩინგი არხი აღწერაში იქნება. ასევე გიოს აქვს თავისი მაღაზია, მეგობრებო, სათევზაო აღჭურვილობას თუ ეძებთ. აქვს თავისი მაღაზია. ლინკი იქნება ქვევით აღწერაში. გადაბრძანდით, უთხარით, რომ ლაშას როგორც მიხედე, ისე მოგხედე ჩვენцо და მოგხედავენ. ახლა ფასდაკლების კუპონები და რაღაცები არ დამიწყოთ, მაგი რო იყოს, ამ ხელა გზას კი არ ჩამოვიდუნი მეც. მოკლედ. ესე და ამგვარად. რა გამოვა? ამას ცოტა ხანში ვნახავთ. დღეს გვაქვს ცოტა წვიმიანი დღე, მაგრამ ეს ხელს არ შეგვიშლის. მივდივართ ბათუმში, ახლა წავალთ, დავაფიქაფებთ ომარიკოს და მე გავუყვებით ბათუმის გზას. გზად რა შევხვდება და რა დაგვემართება თუ როგორ ჩავალთ, ამას ყველაფერს განახებთ. მოკლედ ძალიან სასიამოვნოა მინდია. მივდივართ, აი ეს კაცი, ლაშორდინიო, მინი ლაშორდი. რა თქმა უნდა მე და როგორც მოგახსენეთ, ომარიკოს დავაფიქაფებთ. ხო, ჩავალთ რა. გზაში რაღაცებს ვეცდებით რომ ვიღლაბუცოთ. ოღონ ნორმალურად, ისე არა. ხო, ეწვიმა ახლა მაინც და მაინც არა, მაგრამ სამგზავროდ ძალიან კარგი სიგრილია, მინდა გითხრათ. არა, ალაშო. ჩვენიერი ამიდია, რომ ვიმგზავროთ ბათუმამდე. არა. არ დაგუცხება არაფერი. ო, ბათუმში კიდე თუ არ გამოვა, ამინი ნუ გამოვადო. დო არის, დო. ახლა ვიღაცა იტყვის რატო აკომპლეინებო რა, მაგრამ ანუ ჯერ არ არის 8 საათი, 8 საკლია 10 წუთი. 1-2 ადგილზე გავჩერდით. მეგობრებო, არაფერი ღია არ არის, რომ ადამიანო წყალი, სიგარეტი რაღაცა მოიხოდოს რა. ნელა იწყებ, გვიან იწყება აქ დღე. ჩემი დროისთვის რა. თორე რავი, რომელზეც გინდა იმას დაიწყე. რაღაცები კი არის ღია, მაგრამ ის არ არის რაც მინდა. გზად თან. მაგრამ ნეჩეგო. წავედით ომარიკოსთან. ახლა ვარ სად? სამგორი. სამგორი. ნაფთლუხის ბაზართან ვარ, ნაფთლუხის ბაზართან. ავიყვანეთ ომარიკო. სალამი ომარიკოს. აუმაჯოს მეზადესონეს. მივდივართ ახლა. მივდივართ რა, მოვედით უცებ. პატარა იაღლიში მოგვივიდა მეგობრებო რა. რა მოხდა? ანუ იქით მინდოდა შეხვევა და აქეთ შევხვით და ხო, მაგრამ ძღოლი ყავს კარგი. საჭესთან გელი. სტაცემი ხო იცით? ხო. ის ფილმი რო არის, ტრანსპორტერი თუ რა. ეგ არის ორჯერ ხო გამოვიდა. ხო და ახლა რატო შვები მაგას? შევჭამთ ახლა უცებ რაღაცას. და მე გავგაზავთ ისევ რა. სად მოგვიყვანა მაგდონალდში ვჭამ. ნუ რა სიზავ. ესეც ხდება ხოლმე რა. მოვიდა მაგდონალდში, მოვიდა რეკვესტი რა. რეკვესტინია. ბედნიერი ხარ ომარიკო? ბედნიერის. მივირთვით დილის ბრეკვესტი და გავდივართ ახლა ბათუმისკენ. ნაზუქებზე გამიჩერეთ, უეჭველა. ნაზუქებზე გავჩერდეთ. ნაზუქებზე გავდივართ. ჩვენ ვართ ახლა სად ამერიკის საელჩოსთან, ხო? ამერიკის რა, მე ვიყავი ძმა 2005-ში. აღარ მჭირდება. Hello everybody. მოკლედ მეგობრებო, უეჭველი უნდა გავჩერდე ნაზუქებზე. ახლა ნაზუქებზე რო არ გავჩერდე, ისი არ გამოვა ეს ამბავი. ამინდი ძალიან მშვენიერი, სასიამოვნო, სამოგზაუროდ სასიამოვნო, ხა არ ვიცი ახლა, ჩემთვის სასიამოვნოა. ომარიკო ხოძე. რა ვსყვები და მშვენიერი ამინდია. კი, მაგალითად, მე დაწყებს ეთყას. ცეთყვას რო დაწყებს, ახლა იკითხოს ამან მერე თუ არა, მე უკამს. ხასეინოთ მაგარია. თავარია ძალიან წვიმა შეგვაწუხოს და თუ წვიმა შეგვაწუხებს, ეგეც არ არის პრობლემა. ჩაჯექი სახში, ლუბდი კანჭი. აბა რა, წავედით ახლა ნაზუქებზე. სულ არ მეშინოდა შარშანუ პროსაშინელი სივიკარი ქროდა მაგრამ მაშინებთან იღავ სულ არ მეშინოდა შემოვედით გორში პატარა გორი დიდია
არა, იუმორიც გავასწორე. ნელა მივდოთ. ماشین را تو می‌مادوه ویسوی مارتو ბარო მარიკო. არო ზრასტი. სად არის ხარი ცოტა გაწვიმდა მეგობრებო, მაგრამ ეგ არაფერი. მაინც საბოლოოდ მშვენიერი ამინდია. გორს გამოვცდით უკვე. ეს ხარი ვაგზელებთ მოგზაურობას. მე კი ვარ აქ იმასავ, მეფესავით ძივარ, აგე ნახე რამხე. სუ ჩემი აქაურობა. ჩემი დაჯვაენა აი! მე გადავები, სურამში ვართ. რაზია ვა? რაზე ვარ სურამში? ნაზუკი ბებე. სემლი რა საითო მარიკო? სერგოს სერგობიძიასთან მივდივართ ნაზუკებზე. თუ დაგვარტყეს ეგ არა აი დაიმახსოვრა. მოკლედ. ნაზუკები საჭმელად მოვედით. აი აქ. აქებენ კარგი ნაზუკებიაო. ოდა ავიღებთ ნაზუკებს. გამარჯობა ბავშვი კი აბა. რამდენი ერთი. რამდენი? რა ქეში რო გადაიხადე. წყალი წვენი მინდა მე. რამდენი არის თითო ყველას. რა თითო მე გადავედი ფერია? ლარი გა წყალი აი. არ გახაკა წყალიც აი. არა წყალი რა თქმა უნდა მოკლედ დავაგემოვნებთ ახლა ნაზუკებს. ნაზუკიანი. აი ესა, ბედნიერება მითხრა ნუ მეძებ. სერგოს ხო. სერგობიძე. წყალი ხო? წყალი ჩაოლები რა. ერთი წყალი და ერთ ყოლა ნაზუკი არ მიჭამია, ალბათ იქნება მინიმუმ 1 წელი. ხა წინა წელს არ მახსოვს ჭამე თუ არა, მაგრამ მინიმუმ 1 წელია, რაც ნაზუკი არ მიჭამია. მინიმუმ. თუ არა, ისე მე ვიტყოდი ახლა რომ 20 წელია მეთქი, მაგრამ ნუ თავ შევიკავებ მაინც ამ კომენტარებისგან. ასე. აი ხა გავსინჯავთ ნაზუკს. ნახოთ ახლა რა შეუძლია ამ ნაზუკს. ეს იმეებს ვაძე. ო მარიკო. რითი მოძრაო, ბრატ? ნაზუკები. მე ის რო არის, ეზოს ძაღლები. გადავყიდველები ვარ ჩვენ. სამა თუ კიდე გადავყიდეთ სამი ხარ. მაჭამე ნაზუკი. არის სულია მე არ ვიცი ახლა ვის უკეთესი ნაზუკი აქვს, მაგრამ ეს ნაზუკი ნამდვილად კაია. საუკეთესო ნაზუკია, მაგრამ რეკლამას არ ვაკეთებ. საუკეთესო ნაზუკია, მაგრამ რეკლამას არ ვაკეთებთო. იზახის კაცი, რომელსაც პირი არ გაუჩერებია, თუ ვინმე სჭირდება ტაქსი, ლოკაციაზე სწრაფად და ლამაზად მისვლა, კონდიციონერი, პროფესიონალი მძღოლი. მიდის ყველგან ამერიკა, თურქეთი, მაგრამ ვიზებს ვერ აკეთებს. სომხეთი, პროგრამი. აუ. ადრე ოკეანი ფერა? არ ვიცი ახლა ალბათ შეიძლება ვინმე კომენტარებში დამიწეროს, აუ ბრატ, იქით გადი ცოტა და იქით უფრო მაგარია, მაგრამ მე რა რეკომენდაცია ჩემგან. არა უმარიკო. მას კიშმიში იყიდე თუ ნაზუკი. კიშმიში არის გატენილი ნაზუკი. ისმის ჩაეპარა. წავედი, შემდეგი გაჩერება სად არის? აღარ ვჩერდებით ბათუმამდე? მოსაცემად გავჩერდები. მანქანაში არ ვეცე. ეს ამოვჭერთ. შემდეგი გაჩერება ალბათ ქუთაისში და იქაურ ხაჭაპურსაც დავაგემოვნებთ უცებ. ქუთაისში ვერ შევალთ, ხა თქვენს გახსოვთ. გავდივართ სურამიდან, სურამი, მადლობა. და რავი, შემდეგი გაჩერება, ნუ, სავარაუდოდ ბათუმი იქნება, მაგრამ თუ სადმე გავჩერდით, აუცილებლად გაგებიებთ ამ ამბავს. კილომეტრი. სადახარ და ვანშიო გადამაგდე წყალშიო, აი მან დავარ რა. სადახარ და ვანშიო გადამაგდე წყალშიო. ეგ რა რატო არ გამოთქვა? რა ვიცი, რატო არის გამოთქვა, მაგრამ ძველებმა თქვეს, ძალიან ძველებმა. ხო. აი, ასეთმა ძველებმა. სადახარ? ასეთმა ძველებმა. მოკლედ, ყავაზე გავჩერდით. ძღოლს ფისები მოუნდა და გავუშვით ფისებზე. კაი, ლაშა, აქ ხედია ბიჭო. აი, ნუ გერიდება ხა ადამიანები ვარ. მოწყობილობა შეგედაცვალე, ხო? ხო და ყავას ავიღებთ ახლა და გავგაზავთ რა. თურქ არა ბიჭო, ლატე.
მანქან დამწინეს რა, მცხეთაში რო იძახდი, ბათუმში ჩავედითო. ხო და ახლა მართლა ჩავედით ბათუმში. ახლა იმინა ბათუმში ვართ. არა, ომარიკო. აბარა, ბათუმში. ცოტა ისეთი ამინდია, მოღრუბლული, მეგობრებო, დაი, გიწევ. არა უშავს, მოღრუბლული. ყველაფერში პლუსები უნდა დავინახოთ. სამაგეროთ არცხელა. ჩამოვიდით ჯანმრთელად მეტყვი. კი. ხო, შვენივრად ვიარეთ ეხლა დავფინალდებით, უცებ. და მე გავა დაასავებთ რა ქალაქში რა. ბათუმი კაია რა, კაია ბათუმი. შევალთ, დაულაგდებით, მოწესრიგდებით, გამოვალთ და გავაგრძელებთ რა. ხო რა, შეიძლება უცებ დარჩა. მადინა რო იცხოვრო. დაულაგდით, მოწესრიგდით, გამოვედით ახლა საჭმელად. რა ადგილზე ვართ კოლიზიუმთან, ახალი მოლი გაიხსნაო და შევალთ, ნახავთ რა გაიხსნა, როგორ გაიხსნა თან. შევჭამთ რაღაცას, ვივლოგავთ და ასე შემდეგ. მე მგონი აქ არის სადღაც. ორბი ის. ხო. ნახოთ ერთი რა გახსნეს. გრანდ მოლი. რა ქვია? გრანდ მოლი. გრანდ მოლი. მოვდივართ ბათუმის მოლი. აბა ომარიკო, როგორ მოგწონს ბათუმი მოლი? კაი მოლია ეს ახალი რა. კი. არა, ხო, მაინც მომეწონა. კაი სიტუაციაა რა. ანუ მოლია რა. კაი სასიამოვნო, კომპაქტური მოლი. ეხლა შემოვედით რაღაცა ის არის რა. სახაჭაპური. ოფია? კაჭა, ხაჭაპური. ვე ხაჭაპური. ხო და ის არის რა, აჭარულები ავიღეთ, ორი სტანდარტული. და ლაშა მაიღო ერთი აჭარული ხალით. რაღაცა ეგეთი ამ ლაშა. მოდიფიცირებული ხაჭაპური. მე ხა ძღოლი კაცი ვარ, დაღლილი. ხაჭისთან ვიჯიხი, ხა მაგრამ მშია. ხო. ჯერ ვერაფერი ვერ დავინახე, აი რო შევჭა. ხო, მე შეაფასებს. ვერ ახლობა და შეგემოცება. როცა ხშია შენ არა. მე არა ვარ. საკუთარ თავს არ ეკო. კი ბატონო. ნახოთ რა. ძალიან სუფთა, ლამაზი. სიმართლე გითხრათ, მე თბილისშიც გავუწდი, თბილისის მოლით, გავუწდი რატო ახლა? ნუ ჩემთან ირგვლივ არ არის მსგავსი თუ არა. მოლები რომ არის ისეთი. ძალიან სუფთა მოწესრიგებულია. რა ვიცი, ხო, რაც კაი გაგეცემა და რაც კაი გავაშენებ, ყველამ კაი უნდა ვაკეთოთ, აბა. რაც უმფრო. აბა. ო ახლა საჭმელი უცებ და განახებ კიდევ. ხო, კიდე ახლა სამ კომენტარებს დაწერთ, იქ წახდით, სული ყავით, იქ უკეთესი ხაჭაპურებია. ანუ ეს არის უფრო fast food-ის თემა არის. და მე მესმის ახლა კონკრეტული რესტორანი, რომელიც ხაჭაპურზე ორიენტირებული უფრო შეიძლება უფრო გემრიელი იყოს, მაგრამ ეს არის როგორც fast food-ი რა. fast food-ისთვის აჭარული ხაჭაპური, ნახოთ. წინაზე რომ თბილისში რომ ჭამე სხვათა შორის ცუდი არის, იყო მეთქი არ ვიძახი. fast food-ის კვალობაზე ძალიან კარგი იყო, მაგრამ ახლა ვაიმე დედა რა ვჭამე, ეგეთი არ იყო. აი ახლა შევამოწმოთ რა იქნება აქაურობა. ხაჭაპური ძალიან კარგი. თუ მოხვდებით აქ მხარეში, შემოიარეთ, თქვენ თვითონ გასინჯეთ. წავით ახლა ბულვარში, ომარიკო. ბულვარი. ვიშხუილოთ. ლაშას ველოდებით ახლა და მოვა. რამდენი სართულიანია? 1 2 3 4. 4 სართულიანი, მეგობრებო, აი ესე გამოიყურება. ვარკვევთ ახლა რა, აი ამ სკუტერების ამბავს რა. უყურე ძმა. მოგლეთ, აბა რა ხდება? ხო. პაკები ხო არ ავიღოთ. აბა რა პაკები? 5 წუთიანი პაკი, 30 წუთიანი პაკი, 60 წუთიანი პაკი და 100 წუთიანი პაკი ძმაო. რომელიც გინდა ისავიღოთ? მე რას მეკითხა? და დროში უნდა გამოიყენო, ანუ აწერი ერთ დღეში შეგიძლია ეგ პაკი გამოიყენო. ნახოთ, უნდა ვიშხუილოთ რა. Daily pass-ი არის. აბა ახლა აქ ჩვენ საბანაოდ არ ჩამოსულა. საშხუილოთ. ხოაზე ხა, ვიშხუილებთ რა. მოვაგენით სათევზაო ადგილს, აი აქ ამოვალთ ხვალ. ეს რა ადგილზე ვართ? რა არის ეს ადგილი? ბულვარის ბოლოში, აი გემები რო დგება რა, მოკლედ. აი ამ ადგილზე ხვალი ამოვალთ და ვითევზავებთ. არა ომარი. საბაგიროსთან. შვენიერი. რავი, რასაც უყურებთ, ნორმალურ ზომებს იჭერენ. თან ჩვენ ისეთი ანკესები გვაქვს წამოღებული, რომ ძალიან მგზნობიარე. და მე ვფიქრობ, საინტერესო იქნება. სახალისო მაინც იქნება რა. წავით ახლა უკან.
წავედი? მოკლედ დავასრულეთ სკროლაობა. ომარიკო, მე თუ მკითხავ, კარგი კი იყო, მაგრამ ცოტა ძვირიანი სიამოვნებაა ჩემს. კი, ეხლა რაც ვისკროლავდეთ, ხო? ორი ის ქონდა სკროლი. 60 ლარი, ანუ 30 ლარი გამოვიდა. ვისკროლავეთ 35 წუთი. ხო, ახლა ცოტა არ იყო, მაგრამ ნუ ძვირია ცოტა. მაგას ჯობია წავიდეთ ვიყიდოთ. მაგრამ აგე ერთმა კაცურმა კაცმა გვირჩია რომ აიღეთო 24 საათიანი, ხო? უფრო იაფიც გამოდის და როცა გაგიხარდეს 24 ლარი გამოდის. 24, ხო? არა, 24 ლარი გამოდის. ერთი ცალი 24 საათით რო აიღო. ხო და ასე რომ ხვალე მაგას ვიზავთ. აუცილებლად. მთელი დღე ვისკროლავთ. ვიშხულობთ. წავით ახლა ყავა დავლიოთ. ვემზადებით უკვე სახლისკენ. რაისა? კატ. ეგარი. ვემზადებით ახლა სახლისთვის, მოკლედ ახლა გახლავთ 5-6-ის ნახევარია 5-ის. 6 ნახევარი, 6 ნახევარი. 6-ის ნახევარია, მეგობრებო. ხო, კარი ჩადგა. კი. კარი არ ვიცი ახლა ბულვარისკენ ვარ და კარი უფრო არის, მაგრამ სავარაუდოდ არც ისეთი კარიანი დღეა. ტალღები აჩვენა, ტალღები აჩვენა. აჰა, ვაჩვენო ტალღები. ფათაშორის არავინ ბანაობს, მეგობრებო და ძალიან ისეთია ეს რა, სასიამოვნოა რომ წესრიგს იცავენ? თუ ჯერ არ ბანაობენ ამ სეზონზე. მაგრამ პრინციპში რაღაც სეზონზე ივლისი მოდის მა. ხო, არ ვიცი ამ ახლა. წესებს იცავენ ესე. ალბათ წესრიგი არის რა. ჩვენი არის მა. მოკლედ ეგეთი ამბებია, ვეძებთ კანჭს, ვაპირებთ რაღაცა ვჭამოთ, ლუდი, რაღაცა თემები, დავისვენებთ დღეს და ხვალიდან შეუდგებით საქმეს. გვინდა თევზაობა როგორც აღნიშნე, ქალაქსაც უკეთ დავათვალიერებთ, კიდევ თავიდან მე რამდენჯერ? თან ხვალ კაი ამინდია რა. გამოცხადებული 100-ია. რა ადგილები გურჩიეს? მიუნჰენი. მიუნჰენი. სად არის მიუნჰენი? ახლა ნახოთ. ნახოთ. თუ მივაგენთ მიუნჰენს. არა, მიგნებას რა უნდა, უბრალოდ თუ აკეთებენ ახლა ამ საღამოს თუ გააკეთებენ თუ არა. ხვალე დედაქალაქი და მოკლედ წავედით მივხედოთ საქმეს. ამოვედით მეგობრებო სახში, მოვიტანეთ კანჭი. პირველ რიგში უღრმესი მადლობა ომარის გამომწერებს, ვინც გვირჩია ეს ადგილი მიუნჰენში, რომელიც არის ჩემი აზრით ეს იყო ძველ ბულვარში, კონკრეტულად ქუჩა არ ვიცი რომელი ქუჩა იყო, მაგრამ აი ძალიან მაგარი. მოდი განახებთ ახლა. აი ასე გამოიყურება კანჭი. ნახე რა კანჭია რა. და ვინ გვირჩია? ვინ გვირჩია? ძმას ვენაცვალე ხალხმა. დავპოსტეთ, სად შეიძლება კაი კანჭი ავიღოთ ბათუმში და ნუ გვირჩიეს უმშვენიერესი ყოველ შემთხვევაში მინიმუმ ვიზუალზე ძალიან გემრიელი. ხო. ნახოთ რა. მერე ოპა ლუდი ძვირი იყო. ხო, მოთი ხალხი. ლუდი ძვირი იყო. ძვირი არის არ თქვა რამდენ არის. არ ვიტყვი რამდენ რაგირდა. ომარიკო, დავასრულოთ დღევანდელი დღე რა. საღამო კულინარიული საღამო ლაშვარდისთან და ომარისთან. მეგობრებო, უღრმესი მადლობა. ომარიკოს არხი აღწერაში იქნება, რატო გეუნები ახლა ამას. ხვალ ზეგ რაღაცებს გადავიღებთ და რაღაცები ომარიკოსანაც დაიდება. ჩამოვედით ბათუმში ვართ, კარგად ვართ, როგორც ხედავთ. და რავი, შევხვდებით მომავალ ვიდეოებში. კიდევ ვაპირებთ რაღაცების გადაღებას, ასე რომ გამოიწერე არხი და ლაიქე ვიდეო და ფის ამ ლაშო, რამეს ხო არ იტყვი კიდე რავია ბა? ვაშა, რამეს ხო არ დაამატებდი ძმა? ასთან დაკავშირებით ძმა. საერთოდ. დღევანდელ დღესთან ხო, დაკავშირებით. ხო. შენიერი დღე იყო. ტაქსი მეძინა, გავიგვიძე და უცებ კანჭი მეჭირა ხელში. აჰა, აი ესეთი უცნაურობები ხდება ბათუმში. დაიძინებ, გაიგვიძებ კანჭი გიჭირავს ხელში. აბა ჰედ და აბა ჰოთ. Peace amigos.